ამოდი სად ამომიყვანე. მოიცადე. ვიშო რა ხდება? რა ფორმატები? მე დავჯდე თუ ვიდგე ესე თუ რა. დავჯდები მაშინ. აჰა. ავიდა. როგორ ხარ? როგორ იქნები, როგორ ყველა. მაგის გეშინია, წყალი წამოგიღე. კარგი ხარ. შენ წამოგიღე. ამან და შეიძლება რა ხდება? არ დაბახინაზე, რატოს არის აპარატი. რა ხარ? ვიწყებთ უკვე, დავიწყეთ? შენ ვერ დავიწყებ, თუმცა მიკროფონი არ აქვს. მიკროფონი. ბიჭო, ძალიან ვეწები, მე ვეწები კი. მე მაგ სიგარეტი. ერთი წამი, მე რახან ეწევი, სულ მინდოდა რომ ამ გადაცემაში ჩემი აუსაც წავიღე. მოუწიო სიგარეტი. არა, სიგარეტი არა, ნახე. არ შეიძლება? ერთმა ჩემმა მეგობარმა რომში მაჩუქა ეს სათუთუნე. ხო. და მაშინ სიგარეტს ვეწევდი გიჟივით. მე ხო სიგარეტები შეცვალეს. მე არ შემილია გახურა. ეხლა როგორი ფორმა აქვს, იცი, აი თითქოს აბაზანაში ვიღაცა მოამზადა და როგორც ლაშა ამბობს. მე გვერდზე გადავიდა და ამფეტამინის მომზადება დაიწყო, ეგრე გამოიყურება ყველა სიგარეტი, ხო? ხო, და ჩემო მეგობარმა მაჩუქა ჯინამ რომიდან და რა ლამაზია. აი, თუთუნსაც ვეწევი მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაუბედურდა. ხო, და აგიწყობ გზა. მაგრამ ნერვი ყოფნის? კი, მაგრამ მე ვასება. მე არ ყოფნის ნერვით, რა დიდი სიამოვნებით. მაგრამ ზოგადად თუთუნი მირჩევნია, რა თქმა უნდა. ხო. თუთუნი მეც მირჩევნია. კი ბიძგე ეხარო, მეც გამიხვიო. არა, მე შემოგთავაზე შენ რა მებიძგე, რა სიძე. რაღაცები მიწერია ამ ბლოკნოტში და არ ვიცი გავხსნა თუ არა. რას უნდა გახსნა, აბა რა უნდა. არა, მახსოვს რაც ჩავწერეთ. მე მირჩევნია რომ შენი ინტერვიუს შემდეგ გამიჩნდეს კითხვები, რასაც გამოვყვებოდი. ლაპარაკის მერე? ანუ შენმა ლაპარაკმა დაბადოს მეორე კითხვა. სხვათა შორის ესეც არის ვარიანტი. ეგრე ვწერ ხოლმე ზოგადად ინტერვიუს, მაგრამ თემები მოვინიშნე. მოკლედ რითიც მინდა რომ დავიწყო, არის რომ დაახლოებით 13 წელია უნივერსიტეტებში ვასწავლი. და როდესაც შენ შემოდიხარ ჩვენს პროფესიაში და შემოდიხარ ძალიან საინტერესო ხმად და როცა შენ განგიხილავ, იმიტომ რომ მანამდე ყველას განვიხილავდი, ჩემი თავიდან ვიწყებ ხოლმე ზოგადად კრიტიკულ ნაწილს ხადია და შენ რო შემოხვედი როგორც ჟანრი, რომელიც მხოლოდ ეგეთი უნდა იყოს. სხვა ბექას ვერ გაიმეორებს. ჟანრი, მაგრამ ძალიან მიხარია, ეს არის კომპლიმენტად მივიღებ, მაგრამ ჟანრზე უფრო მეტად ალბათ ეს არის სტილი. სტილი, მაგრამ ანუ როცა ვიღაც ზის სავარძელში და უყურებს და მიჩვეულია სტანდარტულ რაღაცნაირ რეპორტაჟებს, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტებში, იქიდან განსხვავებულ, იმისგან განსხვავებულს, რომელსაც უფრო ახლოს მიყავს სინამდვილესთან, ახალი ჟანრია მის. ხო, ამოვარდნა არის, ხო, არის. საერთო პულსაციიდან ამოვარდნა იყო. ზოგადად ჟურნალისტიკას არ უხდება ძველი მიდგომები რა. ხო, არ ვიცი, მე ამასე ვამბობ ხოლმე ლექციაზე, რომ მოკლედ ბექა არის ჟანრი და ბექას ვერ გაიმეორებ. კიდე იცი ვის ვერ გაიმეორებენ, ეს არის უდიდესი კომპლიმენტი, რაც მიმიღია. მით უმეტეს შენგან ეს განსაკუთრებით კიდევ ორ ვინმეს ვერ გაიმეორებენ. მაიკოლომიძეს და თენგოს და შენ. მაიკოლომიძეს და თენგო არის ჩემი მასწავლებელი. თენგო მას ესე ვეძახ. ჩემი სხვათა შორის, ეს სკოლა გაგვივლია. ხო, კი. ეგრე გამოდის. ხო და ბექა არის ეგეთი რა, შეიძლება რაღაც სრულიად ააყირავა ჟურნალისტიკაში და ალბათ ასეც ფიქრობ შენ. არა, სხვათა შორის. არა, როგორ არა, არ ფიქრობ. მაგ უწიფელად არ ფიქრობ ესე, უბრალოდ რას ფიქრობ? მე ვარ არის ესეთი შესანიშნავი სიტყვა შეთანხმება, მადლობა. Enfant terrible. ფრანგული სიტყვა შეთანხმება. საშინელი ბავშვი. საშინელი ბავშვი ვარ ქართულ ჟურნალისტიკაში, რომელიც რაღაცა ამ შეიძლება წესებს, სტანდარტებს, რაღაცებს არ ღვევს, ეს არ არის კარგი. ამიტომ არ მიყვარს სხვათა შორის ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არის ის სფერო, სადაც ყველგან ხო რაღაცა მოსულა, აი მაგ ხელოვნებაში მოსულა და კარგია ეს პირიქით ჩაგეთვლება პლუსად რაღაც. მაგრამ ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტი, როდესაც სტანდარტს არ ღვევს, მე ეს დიდად არ მომწონს. უბრალოდ მე სხვანაირად არ გამომდის. შენ რა სტანდარტს არ ღვევ? გაგონია.
პირველ რიგში ალბათ რაღაცა ვერბალურ დონეზე, საარტიკულაციო დონეზე. რაღაცა სიტყვები ხანდახან უწმაწური ვიღაც, მაგრამ ნებისმიერი ქმედება, როგორც ნებისმიერი ქმედება, ასევე ნებისმიერი სიტყვა მნიშვნელობს კონტექსტით. და მე არ მგონია რომ ნებისმიერი სიტყვა რომელიც გამომიყენებია სიუჟეტში კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. ესე იგი ხო არსებობს რაღაცა საჯაროდ მიღებული რაღაცა სიტყვები, რომელიც არის კეთილშობილური სიტყვები, ასე ვთქვათ, და არის ჭყალებში ცუდი, უზრდელური, უკულტურო, აი ესეთი სიტყვები რა. მაგრამ აი კონტექსტი რატოა მნიშვნელოვანი? აი მაგალითად რო თქვა, აი კარგი ხო, თავისთავად კარგი სიტყვაა, კეთილშობილური სიტყვაა. მაგრამ თუ და აი ხუილო, კარგი სტრაკი არ არის კარგი სიტყვა. ხუილო ხო ცუდ სიტყვა დაგიქმება, ხო? მაგრამ აი პუტინზე რო თქვა, რომ კარგი კაციაო, ესე რო თქვა. ეს ხო უზრდელობაა. და პუტინ ხუილო რო თქვა, ეს ხო კეთილშობილებაა. ამდენად კონტექსტი აკეთილშობილებს სიტყვას. კი არა, ცხადია, მე შენ ბილდ სიტყვაობას საერთოდ ვერ ვიხსენებ, ეგეც ვერ გაგიხსენებ. ძალიან ცოტა იყო, ძალიან. ანუ არა, კაც პლუს ვადებდი ხო. ხო, ეგ ოკეი არის, იმიტომ რომ შენ რადგან დამოუკიდებლად ახალი ხმა ხარ, რომელიც განსხვავდება ყველა დანარჩენისგან, ძალიან ლოგიკურია ეგ. მაგრამ აი ერთხელ გამახსენდა შენ რომ შემოხვედი მაგ ვერსიით ჟურნალისტიკაში რომ მე ხა დავურეკავ და არ ვეთქვი რომ მე ვარ, ანუ ეგ ალბათ დილემა არის ყოველ შემთხვევაში, ხო, ეგ არის. აი შენთვის ეს იქნებოდა დილემა ისევე როგორც ბევრისთვის, მათ შორის, რა ვიცი, ჩვენ ეგეთი ახლო მეგობრები არ ვართ, ხო? მაგრამ ჩემი ახლო მეგობარი ჟურნალისტები, ხო, ისთვის ეს იყო ჟურნალისტებს რო თავი დავანებოთ, კაცო, ჩემი მეგობრებისთვის, მაგას ბევრისთვის იყო ის, მაგრამ მე მოეწონათ. არა, ეგ არა, ეგ მიღებული პრაქტიკაა ჩვენთანაც, თუმცა ამას მე აღარ იყენებ ეთერში. ხო, თორე რომ დაურეკავ, რომ გამარჯობა, მე ვარ, მაგას თქვა მინდო და მე ვანო ვარ სუსიდან ჩანს, სუსი? სუსი ჩანს? იქიდან უკეთ ჩანს. ჩანს, არა, ჩვენგან ეკლესია და რაღაც ფარავს. კი, სუსი ჩანს. ხო და ანუ აქ სხვანაირად იქნებოდა და ანუ შემიძლია ესე ვუთხრა და თუ მოვიპოვე ინფორმაცია, მე მოვყვე მე როგორც მე მოვიპოვე. ამას არ გამოვიყენებ. ანუ ეგ არის თორე ეგრე მოგცეულ ვართ. ანუ მან და არა ხარ ახალი ვთქვათ. კაი, მაგას გავეშვათ, დავამთავროთ ეგ ნაწილი. უბრალოდ მე მინდა კითხო ეგეთი კითხვა და გავაგრძელოთ საუბარი. არა ჟურნალისტი ბექა რას ეუბნება ჟურნალისტ ბექას და რა წამოიღო ამ ბექამ თავარიდან, რაც არ ქონდა მანამდე. ხო, რთული კითხვაა. არა ჟურნალისტი ბექა ძალიან განსხვავდება ჟურნალისტი ბექასგან. ხო, ნუ ყველანი, ანუ შენც ძალიან განსხვავდები, ხო? არა ჟურნალისტი შენ ხარ სხვანაირი და ჟურნალისტი შენ ხარ სხვანაირი. ვცდილობ დამდგმელი ვიყო, მაგრამ მაინც ვერ იქნები. ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ისა, რა ქვია, საჯაროობა ითხოვს ამ მსხვერპლს. ხანდახან გვიწევს, ხანდახან, ყოველთვის არა. გვიწევს ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში არ ვართ. ან როგორებიც არ ვართ. მე მაგალითად ეგეთი ცინიკური, როგორც ჩემს სიუჟეტებში ვარ. არ ხარ. სინამდვილეში არც ეგეთი ირონიული არ ვარ. თვით ირონიული ვარ, მაგრამ სხვების მიმართ, აი ყველაზე ცუდი, ანუ ყველაზე ცუდი რაც ჩემთვის უთქვამთ კომპლიმენტად, რა იყო იცი? სხვა შორის ამას წინათ. რა კარგი ადამიანი ყოფილხარო. ეს იყო საშინელება. ნუ ადამიანი გამიწვია და რა კარგი ადამიანი ყოფილხარო. მეთქი რას ვერჩი. კარგი ადამიანი ხარ. ერთხელ პირველად შევხვდი 39 წლის რო გავხდი ვაშლოვანის ქუჩაზე. ხო, ბარში, ხო? ბარში შევხვდით ერთმანეთს. ორივეჯერ ბარში შევხვდით, ორი შეხვედრა რომ მინდა გავიქცევ, ორჯერ შეხვედრივალთ, მაგრამ პირველად რომ შევხვდით ვაშლოვანის ქუჩაზე, სხვა ბარში, ეს იყო ჩობა. კი ბატონო. და მე მოზაიკაში, და მოზაიკაში სხვა დაბადების დღე იყო და სხვა წლის ვიყავი, 39 წლის ვიყავი მან და რაღაცა გამახსენდა ვარ გაწყვეტილი და გამახსენდა რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი სპარსულს. მაგრამ შენ რო დაგინახე, გადავწყვიტე რომ შენ ხო ეგრე გეუბნებიან რომ სპარსული და არაბული თითქოს ერთნაირია და პოსტიც დაწერე რომ ნუ შემეცითო რა. არაბისტი ვარო. ხო და მე გეგვიყვები რაღაც ლექს სპარსულად
რაღაცას რაც მახსოვდა იმ მომენტში და შენ მითხარი რომ გეტყოდი რომ მე არაბისტი ვარ და სპარსული არ ვიცით ხო მაგრამ უფრო ჩავთვლიდი რომ მე ყოველ შემთხვევაში ველოდი რომ გაატარებდი და ვითომ ეგრე ველოდი კაი გავეშოთ მაგას ეხლა რა მინდა რომ კითხო 51 წლის რო გავხდი კიდე შეგხვდი რა ამ დაბადების დღეზე მაგრამ შენ რო შეგხვდი და მე სადღაც რო წახვედი 51-ის ვარ წარმოიდგინე შენ წარმოიდგინე კი არ გეტყობა შენ რამდენის ხარ 30 მე მეტყობა 51 და არა 51 არ გეტყობა მაგრამ ხო და ამ 51-ის დაბადების დღეზე შენ რო იმ ბარიდან გახვედი სხვა ჩემი ზურფასი მეგობარი მოვიდა აგერ ცხოვრობს ლენე და მაჩუკა რაღაც წარწერა და მითხრა რომ არაბულად ეს არის დავით ესე წერიაო დავითი თუ დავით რადგან ჟურნალისტი ვარ და ეჭვიანი ვარ და უნდა გადავამოწმო იმ დაბადების დღიდან რომ წამოვედი საპატრიარქოსთან ჩხუბ შევესწარი არაბები ჩემი ვარაუდით ჩხუბობენ და მივედი და რაღაც დამტვრეული ინგლისურის ვეუბნები რატო ჩხუბობთ პოლიცია მოვა ის ეს და ჩემი დაბადების დღეა და ეს გადამითარგმნე მეთქი იმიტომ რომ დავეჭვდი ნამდვილად დავით წერია თუ არა და გადამითარგმნა თვითონ მითხრა რომ დავითო და შენ კითხავობა აბა ახოთ დავით კი ბატონო კი არა ეგრეა დავით თუ დავითი წერია დავიდ წერია ხო დუთი მთავრდება ნახე თუ თუთი დავით კი ბატონო თუთი მთავრდება კეთილი მადლობა მაგრამ მინდა გითხრა რომ ეს არ არის არაბული აბა ეს არის სპარსული ეს არის სპარსული ისევ სპარსული კი იმიტომ რომ ფ არის სამი იმით კი ბატონო შეიძლება სპარსი იყო არაბეთში მომუშავა ხელოსანი შეიძლება კი ბატონო სიმაღლის არ გეშინია როგორც გავიგე რომ მეშინია ცოტა გეშინია მეშინია მაგრამ დაცემის უფრო მეშინია სიმაღლიდან როგორ აჩანს სიმართლე აქ ხომ უფრო შორს ახარ ვიდრე დანარჩენი თბილისი გაჩვენეს რა კონტექსტში ის ანუ სიმაღლიდან კონტექსტში ვამბობ რა ანუ აქედან მაღლიდან ქვემოთ როცა დაუცველი ხარ სიმაღლის გეშინია თავიდან რო ამოვედი წევლა კრულვით სად ამომიყვანეთ მე სიმაღლის მეშინია და რაღაცა მაგრამ აქ ამდენი ხალხი რო დამხვდა ხო მე მომეშვა ეშში და ეგ არის სინამდვილეში როცა ბევრი ხართ ნაკლებად გეშინია და ეს თამაშდება ყველაფერზე ეს ლოგიკა და ეს ალგორითმი ხო როცა მეტნი ხართ არ გეშინია როცა გათითო კაცდებით მე უკვე ეს შიში მძლავრობს აი მაშინ მარტოობა როგორი არის ხმაურში მე სიმართლე გითხრა მარტოობა შორიდან დავიწყებ მარტოობა დიდად არ მიყვარს მარტოობაში გულისხმობ უფრო გლობალურ მარტოობას და მე არ ვიცი ადამიანი ვისაც უყვარს მარტოობა. განცალკევება შეიძლება კი ბატონო რაღაც პერიოდით, მაგრამ სულ მარტოობა, სულ მარტოდ ყოფნა არის ძალიან რთული. მე ამის მეშინე. ამ მარტოობას თუ შევხედავთ როგორც რაღაცა თვით ჩაღრმავების, თვით რეფლექსიის, თვით პროექციის მექანიზმს, ამ თვალსაზრისით უნიშნულოვანესია ყველა ადამიანისთვის. შენთვისაც, ჩემთვისაც, აქ მყოფი ადამიანებისთვისაც ამ ხმაურისგან გარიდება არის ძალიან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი რამ. რომ გაიაზრო სად ხარ, რასაკეთებ, როგორ აკეთებ, ეს როგორ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სუქმედებაში ადამიანს, სულ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ როგორ აკეთებ? აი ეს კითხვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარტო როცა ვარ, ხშირად ბევრ კითხვას სხვათა შორის არ უსვამ ჩემს თავს, იმიტომ რომ მეშინია ამ კითხვების, მაგრამ იმიტომ რომ შეიძლება ვერ გასცე ამ კითხვებს პასუხი. და მარტო როცა ვარ, მაშინაც ვცდილობ რომ გავიქცე. და ეს გაქცევა ჩემთვის ახლა არაბულზე დავიწყე. ალტერ ეგოს გაურბი ხარ მაშინ. ის იმ ალტერ ეგოს, რომელიც ჟურნალისტი ბექასგან არის განსხვავებული. ანუ ჟურნალისტი ბექა, ანუ რომელია წამყვანი ალტერ ეგო? აქ დაახლა ჟურნალისტი, რა თქმა უნდა. აქ დაახლა. იმიტომ რომ სუქმედებაში ხარ და სულ რაღაცას აკეთებ. მარტოობის ოთახში დროებით რომელია მთავარი? მაშინ ხო, ის ვინც ვიყავი ბავშვობაში პირველ რიგში და თინეიჯერობის პერიოდში და სწავლის პერიოდში. მაშინ რა წაართვა მაგბექას ჟურნალისტმა ბექამ ან რა შეჭირა? დრო და ის საყვარელი საქმიანობა, რასაც აკეთებდა, თარგმნიდი ინტენსიურად. თარგმნაც ჩემი პროფესიული იდენტობის ნაწილია, იმდენად რამდენადაც არაბისტიკის ნაწილია, ჩემი პირველადი პროფესიის ნაწილია თარგმნა, თორე მე არ თარგმნიდი ხოლმე, სანამ არაბულს არ ვისწავლიდი და არაბული სწავლა რო დავიწყე, მე ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე არაბული პოეზიის თარგმნას და დღესაც ჩემთვის რაღაცა ესკაპიზმი იმალება ამაში, დიდი ესკაპიზმი გაქცევის, რომ როდესაც მინდა რომ მოვწყდე ამ რეალობას,
ვიწყებ არაბულად რაღაცა გადაცემების ყურებას, არაბული ტელევიზიის ყურებას, არაბულად კითხვას, მეგობრებს ურეკავ და არაბულად ვლაპარაკობ და თარგმნას, არაბული პოეზიის თარგმნას, რომელიც არის უნიშნელოვანესი მართლა. აი, მოდი მე ისევ რახან სპარსული თარგმანი ვიცი ერთი ლექსისა, ვახუშტი კოტეტიშვილმა თარგმნა. დიდებული თარგმნელი იყო სპარსული პოეზიისა. მე ამ ლექსს გეტყვი ქართულად რობაის. შენი თარგმნილი არაბული მითხარი. გამახსენდა, კი ბატონო. რაც გაგახსენდება. კი ბატონო. ბაგით დავწვდი, დოქის ბაგეს, ღვინო გადავიბადაგე, დღეგრძელობას ვეძიებდი და ჟამთას რბოლით დავიდაგე. დიდებული. ღვინო მითხრა, საიდუმლოდ მომაგებე, ბაგეს ბაგე. ქვეყნადგანა კიდევ მოხვალ. დალიეო, რაც ხადაგებ. დიდებულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თარგმანი. ბევრმა სადა სხვათა შორის ხაიამის თარგმნა, მაგრამ კოტეტიშვილს და მაგალი თოდუას. ამ ორ ადამიანს გამოსდის ყველაზე კარგად ხაიამის თარგმნა. მე ბოლოს თარგმნე, მე მგონი 3 თუ 4 თვის წინ, შეიძლება უფრო დიდი დრო გავიდა მას მერე. არის ნაჰდას პერიოდის, ნაჰდა არის არაბული აღორძინების ხანა. ეგვიპტეში განსაკუთრებით ეს არის მე-19 საუკუნის ეგვიპტელი პოეტი აბას მაჰმუდ ალ-აკადი. ეხლა არ ვიცი თუ გამახსენდა ეს პატარა სტროფი თარგმნა. არის ესეთი: კითხე განგებას რა ცხოვრება, ის გიპასუხებს რომ პება ხორცი, იქნებ უკეთეს ადგილას იყავდა სიცოცხლისთვის, ტყუილად მოცდი. არაბეთზე ვლაპარაკობდი და არაბული და ქართული სიჩუმე ერთმანეთს გავს? ეხლა ხო ჩუმად ვართ. ცალსახად ჩუმად ვართ. ცოტა სამართლიანად ჩუმად. პოლიტიკური სიჩუმე? ხო, პოლიტიკური სიჩუმე. არა, არაბების სხვათა შორის ვაიმე რართული კითხვაა. ალბათ გააჩნია სიტუაციას, ესე გადაჭრით ვერ გასცემ ამ კითხვას პასუხს. ჩვენი ტემპერამენტის ხალხია საბოლოო ჯამში არაბებიც, სამხრეთული გლობალური სამხრეთი ვართ ხო საბოლოო ჯამში და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს არაბებისთვისაც თავისუფლება არანაკლებ ნიშნულობს. და ყველა, რა ვიცი, რამდენი რევოლუცია განსაკუთრებით აი არაბული გაზაფხულის პერიოდში ეს ციკლი რევოლუციების თავარი მოთხოვნა ამ ხალხის იყო ელ-ჰურია. ყველგან ეს ეწერა თავისუფლება. ანუ არაბებს უყვართ თავისუფლება, უბრალოდ მათ არასდროს არ უმართლებთ. ამ რევოლუციებშიც არასდროს არ უმართლებთ. იმიტომ რომ იცვლება ერთი ტირანი მეორეთი. ყოველთვის ამას ვხედავთ, რომ გადავავლოთ თვალი თანამედროვე არაბული სამყაროს პოლიტიკას 22-ვე არაბულ ქვეყანაში ხდება ყოველთვის ასე. ჩვენ რახან ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობა არის ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი, ამდენადვე ვარ ჩვენ დასავლეთი და დასავლეთის განუყოფელი ნაწილი, ორგანული ნაწილი. აი გეოგრაფიასაც რო შეხედო, ხო? აი დასავლეთი არის, აი რუკაზე რო დავხედოთ კაში. დასავლეთი არის ქრისტიანული, აღმოსავლეთია. ეს კი ბატონო, კი. თან აი, სადაც მოხვდი პირველად, ყველაფერი იყო, ყველაფერში პოულობდი თბილისს. და როცა მოხვდი აღმოსავლეთით, ვერსად ვერ ვიპოვე თბილისს. კი ბატონო. თორე დიდებულია ყველაფერი ერთად. ეგ არის ჩემი მთავარი განსხვავება. სხვათა შორის ბეირუთში ხარ ნამყოფი? ბეირუთში არ ვარ ნამყოფი. აი ბეირუთში გირჩევ ჩასვლას იმდენად რამდენადაც ძალიან გავს თბილისს. თავისი აი ეკლექტურობით და არაჰომოგენურობით, არაერთგვაროვნებით, ანუ ბევრნაირი ხალხი, ბევრნაირი რელიგია, მულტიკონფესიური, საოცარი ხალხი, ტემპერამენტითაც ჩვენნაირები არიან, ჩვენნაირად უყვართ სმა, დალევა, გართობა, მოწყენაც სხვათა შორის დალევის მერე. თბილისური სიჩუმეზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო, თბილისური სიჩუმე. ბოლო დროს მე ძალიან მაღიზიანებს. რაც მე ბოლო დროს ძალიან მაღიზიანებს და მენატრება ის პერიოდი, თუნდაც წინაწელი, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც თბილისი არ იყო ჩუმად. ხო. თბილისი იყო ძალიან ხმამაღალი. ის რისთვისაც ის იბრძოდა, იყო ძალიან თვალხილული. მაგიტომაც მიყვარს განსაკუთრებით მე არ ვარ თბილისელი, დუშელი ვარ, მაგრამ თბილისი იმიტომ შემიყვარდა, რომ ის იყო ძალიან ხმაურიანი და ეხლა ყველაზე მეტად მეც ეს სიჩუმე არ მომწონს. ხო, იცი რა, რაღაც ის პერიოდი იყო, ეხლა შენ კარგი რამე თქვი. ის პერიოდი, როდესაც ის მენატრება, რომ აი ხალხის ხმა
თრგუნავდა აი ამ მანქანების მშენებლობების გამუდმებულ გუგუნს. აი ამას რო ფარავდა ხალხის ხმა ის იყო ძალიან სხვა მთავრობების სისაძაგლეებსაც მეტნაკლებად ჰქონდა შიში იმათ სისაძაგლეებს. შიში საჯაროობის რო გადამიღებენ. კი ბატონო. შიში ბევრი რამის, დასავლეთის და ასე შემდეგ და ახლა გვაქვს მოცემულობა, როცა აღარ არსებობს შიში საჯაროობის, ანუ სახეში ამოვარტყავ რა, მე რა და არავინ არ დამიჭერს. და არ არსებობს შიში არავისი. აი ესეც ხო სიჩუმე, აი გაიხედე, რას ხედავ? ბეტონის კედელი. კი ბატონო. ხო ეგრეა. ბეტონის კედელი. თან ძალიან მაღლა ვართ ახლა, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა იქნებოდა თბილისში, ვიდრე 2000 რაღაცა წლამდე. კი ბატონო. მაგრამ სად ვარ? ბეტონის კედლებში ვარ. ესეც ხო ბრაზის მიზეზი უნდა იყოს. რატიანს რომ კი მესმის რომ სასამართლოს პროტოკოლია და ყველას უნდა კითხოს ესმის თუ არა ქართული ენა, მაგრამ რატიანს რო კითხავს სასამართლო პროცესზე რომ თქვენ ფლობთ თუ არა ქართული ენა, შეგიძლია ეს გამოტოვო. უბრალოდ ჩემი აზრით არ იცოდა საერთოდ ვინ არის ზვიად რატიანი. ვინც იყო მოსამართლემ არ იცოდა, არც საკითხული არ ქონდა. შენ ამბობ რომ მოსამართლემ არ იცოდა, ხო რა, შეიძლება საერთოდ არც ქონდეს რატიანი საკითხული. ვუშვებ მე ამას. ეს სიჩუმე მორჩილება და შემგუებლობა რა, სამივე ერთად, აი საშინელი ტრიუმვირატია, რაც ბოლო პერიოდში ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს, ხო? ამას შეიძლება ჰქონდეს რაციონალური ახსნა რაღაცა, რომ არის დაშინება, არის ცემა, არის საშინელი ჯარიმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ვისაც აჯარიმებენ და ვისაც ცემენ, ის ხალხი ისევ ხმამაღლა ლაპარაკობს თავის სათქმელს რა. ამას აქვს რაღაცა ხოცებმა არის ესეთი ტერმინი სოციალური ინჟინერია რა, რომელიც თავის თავში არ არის ნეგატიური კონოტაციის მატარებელი ყოველთვის. მაგრამ ხოცებმა მოახდინეს როგორი ინჟინერია, იცი ამ საზოგადოების, რომ ხო არის, რომ აი მაგალითად პალმემ შვედეთში გააკეთა ესეთ სოციალური შექმნა ესეთ სოციალური ინჟინერია, სადაც ადამიანებს გაუჩნდათ უფრო მეტი, ისედაც კარგად ცხოვრობენ, უფრო მეტი მოთხოვნა გაუჩნდათ, რომ მოდი მე უფრო მეტი მქონდეს, უკეთეს ხელფასი მქონდეს, უკეთესი პენსია მქონდეს, ჯანდაცვა იყოს სრულიად უფასო, განათლება იყოს სრულიად უფასო და სახელმწიფო ვალდებულია, რომ იყოს პროტექციონისტულად განწყობილი ამ სფეროების მიმართ, იმდენად, რამდენადაც ეს არის ფუნდამენტური სფეროები. მაგრამ ჩვენთან რაც გააკეთეს ხოცებმა, როგორი სოციალური ინჟინერია, ხო? პირიქით შემოატრიალეს. ადამიანი ფიქრობს არა უკეთესზე, არამედ იმაზე, შეინარჩუნოს სტატუს კვო. რომ რაც მაქვს, აი მაგალითად რეგიონებში განსაკუთრებული პრობლემაა ეს, რომ რამდენი არ ვიცი ზუსტად, რამდენი, მაგრამ 9 მილიონზე მეტი ადამიანია სოციალურ დახმარებაზე რა. ის 300 ლარი, იმაზე ფიქრობს, რომ ის 300 ლარი არ დაკარგოს. ხვდები? ანუ საბოლოო ჯამში სიღარიბე ქართულმა ოცნებამ აქცია არა პრობლემად, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრა, არამედ მართვის მექანიზმად და კონტროლის მექანიზმად. შენ რაც უფრო ღარიბი ხარ, რაც უფრო ქშია, მით უფრო მოწყვლადი ხარ. და ეს ხოცებმა იციან და ამას აკეთებენ გეგმაზომიერად. კეთილი. მოკლედ ჟურნალისტმა ბექამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მტერი აიკიდა, ვიდრე მანამდე მას ეს არ ყოლია. ამას როგორ შეხვდა არა ჟურნალისტი ბექა? სხვათა შორის უფრო ბევრად უფრო მეტი მოყარე შევიძინე, ვიდრე მტერი. და ამას ვატყობ ხოლმე ქუჩაშიც და ყველგან საერთოდ, იმიტომ რომ და რატო ამის მიზეზი ვიცი რაც არის. ამის მიზეზი არის საბოლოო ჯამში იუმორი. განა ის რომ მე განსაკუთრებით კარგი იუმორი მაქვს. ზოგადად იუმორი რა, როდესაც ხუმრობ რა, უთქვამს ხოცი შემხედრია. მადლობა ძალიან დიდი. ხოცი შემხედრია და უთქვამს. აი როგორი ხოცი, იცი, ხო არის ხოლმე რომ ჰაბიტუსით რო ხდები ეგრევე. კი. ეგრევე რო ხდები ჰაბიტუსით რო ეს ხოცია და მოვიდა და თქვა მითხა რომ ხოცი ვარ და ეს მაგრამ შენ კარგად გადაობ ძმა. აი ამას რო ეს კარგად გადაობ ძმა, ეს სიტყვა შეთანხმება. არის იარაღი ჩემს ხელში. ხო, მოდი მაშინ დავკონკრეტებთ თამაშში, ანუ რაღაც იმ ნარატივში, რითიც ესენი დგანან, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაც იდეოლოგია, რაღაც არის, რაღაც ნარატივი, რაზეც არიან. ანუ რაღაცაში სადაც თანხმედრაში არ მოვიდა ბექა, იქ აიკიდა ბევრი შარი, მოდი ესე ვთქვათ.
იმ ქორ კოცებთან? ხო, აი ქორ კოცებთან, როცა ეს რაღაც არაბისტი ბექა, რომელიც თარგმნიდა, ცხოვრობდა, ცეკვავდა, მღეროდა ასე შემდეგ, მაგრამ ტელევიზორი არ უჩვენებდა. ეს ვალდებულებები და ეკლები აკიდებული არ ქონდა, ხო, მაგას გულისხმობ. არა, ის ბევრად უფრო კომფორტული იყო, ის მოუდი. რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ხო, არის სტრესი, არის, რა თქმა უნდა. ხაშიკ, შენც ხო იცი, რომ ეს კითხვა თან შენ რო დასვი, ეს არის რიტორიკული კითხვა სიგარდეში, იმიტომ რომ შენს და მეც ერთ არ ვიცი გეტყვი. მე ჩავაბარე 17 წლის ამ უნივერსიტეტში, დავამთავრე ტელერადიო ჟურნალისტიკა, 22 წლის ამ დავიწყე მუშაობა და სულ მუშაობდა, ვამბობ ხოლმე, რომ თავში რაღაცა უზარმაზარი ოთახი მაქვს, რომელიცაც არა აქვს დასასრული, ჭერი არა აქვს. და დასაწყისი აქვს და ეს პატარა უჯრებია ყველა მხარეს და ყველა უჯრაში არის ამბავი და არც ერთი არ არის ჩემი. ხო, ამბავი. მიხვდი? ანუ მე არ ვიცი სხვანაირი ჩემი თავი, მხოლოდ ეს ვიცი, მიხვდი და შენ იცი ბექა, რომელიც ვიდრე ყუთი უჩვენებდა, როგორი იყო და როგორი არის. ანუ მე მგონია რომ შენ ეხა ცოტათი ტყუი, იმიტომ რომ ხა წერალი დავით გაშიაშვილი. წერალი გამოტოვე კი ბატონო. ხო, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოტოვე სხვათა შორის. რაღაცა წარიელი უჯრებიო. რაც არის უჯრები არის სავსე ტექსტებით გენაცვალე. არა, ხო, მაგრამ რაღაცა ჟურნალისტს არ აქვს თავისი ამბები უფრო მეტი და შენ რადგან ახალი ხმა ხარ ამ პროფესიაში, შენ დამოუკიდებელი ხმები გაქვს. ხო, რაღაცა ხო, კარგიც მახსენდება, ცუდიც მახსენდება, ისეთიც, ასეთიც, მაგრამ მე რაღაცნაირად ისა მაქვს, თავდაცვის მექანიზმი მაქვს, რომ ეს ცუდი რაც მომხდარა და ხტარა რაღაცები ახლა ყოფილა შემთხვევები ძიმე შემთხვევებიც ყოფილა მაგრამ ამ ძიმე შემთხვევებს რაღაცნაირად ჩემი ის გონება თუ ფსიქიკა ისხლეტს რაღაცა ფარი მაქვს არ ვიცი ეს თვითირონიაა საბოლოო ჯამში ეს ფარიც ალბათ რაღაცა ძალიან ძიმე მომხდარა სხვათა შორის რამდენიმე თვის წინ და პირველი რეაქცია იყო ჩემი რომ გამეცინა და საკუთარ თავზე გამეცინა აი რა სასაცილო ვიყავ. ეს იყო, ხო. საყურე რატო მოიხსენე? ხო, საყურე кай ხარია მოხსნილი. რატო? რავი, რაღაცა აღარ მომეწონა. რატო? ხდებოდა. ხო, მაგრამ რავი, რაღაცა პერიოდში ცოტა მოვიმატე. მომატებულზე აღარ მოგეწონებოდა. 1-12 ჩემთვის იყო ძალიან არასდროს ჩემ ცხოვრებაში წონაში მატება არ მგონია. 12 კილო მოიმატა. 12 თუ 13. ო, ბევრი გამოვიდა. ძალიან ბევრი იყო და რაღაცა გაზრიებული სახე მქონდა ესეთი და აქ საყურე რო ეკიდა დიდად არ მომეწონა. კაი, ყოფილა რამე ამბავი რომელიც არ უნდა გეთქვა, მაგრამ აინც თქვი. არ უნდა მეთქვა? ხო, აი შენი თავი გეუბნებოდა რომ არ თქვა, საჯარო თუ ვიღაც საჯარო ჟურნალისტებს მეკითხები. იცოდი რომ რაღაც საფრთხე არსებობდა, ვიღაც გეუბნებოდა რომ რაღაც არ თქვა, თორე ამას ვიზამ, მაგრამ სულ ყოველ ჯერზე ეგრე იყო. ხო. მართლა. ყოველ ჯერზე იყო ეგრე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვრეკავდი ხოლმე. და ხანდახან ვიღაც კი არ მეუბნებოდა, ხანდახან მეუბნებოდა საკუთარი თავი. ოღონდ იმ საფრთხეზე კი არა, რომ ეხა ვიღაც ტიტუშკები მოვლენ და მაგის არ შემშინებია მართლა. მეშინოდა რისი? აი გულწრფელად გეტყვი რისი მეშინოდა. იმდენად მეშინოდა რომ ყოფილა შემთხვევა დამირეკავს და 3-4 კვირა არ გამიშვია სიუჟეტი. მართლა. მეთქი ვისაც დაურეკე იმას რაღაც არ დაიმართოს. ოკეი. ეს იყო ყველაზე დიდი ღამეები არ მეძინა ვაიმე და რაღაცა, მაგრამ გამიმართლა იმაში რომ ყველა ვისაც დაურეკე საკმარისად ნაძირალა აღმოჩნდა იმისათვის რომ გულთან ახლოს არ მიეტანა. იდრე ბექას ტელევიზორი უჩვენებდა ჟურნალისტიკა როგორც მისთვის გამოიყურებოდა, როცა ჟურნალისტებში აღმოჩნდა ეგეთი იყო. პირველად ნიუსრუმში რო შევედი, დავფიქრდი პირველ დღეს. არის ის ადგილი, სადაც მე მინდა კი არა, შემიძლია რომ ვიყო. რამდენად გავქაჩავ ამ რეჟიმში ყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ მე ნიუსი ჟურნალისტი არ ვიყავი, ნიუსში გადიოდა მაინც პირველად ვიყავი შაბათის თავარი შაბათს. სანამ პოსტფაქტუმში გადავიდოდი და ნიუსი იყო პრინციპში, მაგრამ მთელი კვირა ვამზადებდი უბრალოდ ერთ სიუჟეტს რა, ეგეთი დატვირთვით არ ვმუშაობდი. აღმოაჩინეს სრულიად განსხვავებული სამყარო. ძალიან განსხვავებული და ძალიან საინტერესო. ერთი მხრივ ეს იყო ძალიან მომხიბვლელი და მეორე მხრივ ეს იყო თავზარდამცემი. იყო შიში. როგორ ამ რეჟიმში ეს ჟურნალისტები მართლა ვერცხლის ყალივით რაღაც
სხვანაირად ფიქრობდნენ, სხვანაირად აზროვნებდნენ, ბევრად უფრო სწრაფად, მე რო დიდი დრო მჭირდებოდა რაღაცის გასახსენებლად, იმის რაღაცა, საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. აი, არაფერი არ ვიცოდი ტელევიზიაში რომ მივედი. სინქრონი, როგორ იჭრება, რა იჭრება, როგორ ჩავსვა, შუმი ეგრეთ წოდებული რა არის, თეო გილიგაშვილს მადლობა. თეო არის ჩემი სატელევიზიო დედა. ძალიან ჩემი სატელევიზიო დედა თაგანიც არის. ბევრის ძალიან და დაждდა თეო. აი და კიდევ ერთი დაღუპული მოვიდა ფიქრობ. დაждდა ამიხსნა ეს არის, ის არის. ჩემო ბექამ კიდევ ბევრი კითხვა მაქვს. მაგრამ რადგან ჩვენი გადაცემის ფორმატი ბევრ დროს არ ითვალისწინებს, ინტერვიუ უნდა დავასრულო. მე მინდა გითხრა, რომ ესე, აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ესე კომფორტულად თავი არ მიგვიწევს. ერთ-ერთ შემთხვევა მახსენდება, სადაც ესე კომფორტულად ვიყავ. YouTube-ზე ვიყავი სტუმრად, ძალიან კარგ ხალხთან. სამარილე ესე ქვია მათ პოდკასტს და მანდ ძალიან კომფორტულად გრძნობდი თავს. და ახლა ეს გადაცემაც სამარილესა და მესამე ფურცლის სასტორის პინაზე რო დააწყო, ესე იქნება პინები? აი პროვოკაცია, მაინც პროვოკაცია შემომთავაზა გადაცემის დასასრულს. მე ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცე. კეთილი. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ძალიან დიდი კიდევ მადლობა. გადაგეხვევი და წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში და ყოველთვის. ასევე. თუ რამე ძალიან კონფიდენციალურია ამ ამბავში. არ შეგეშინდეს, იმიტომ რომ ვერ წავიკითხავ. ისეთი კალიგრაფია. კი, ხოლმე შენ ხარ. შეიძლება გავდეს. უღრმესი მადლობა. ცხვირით პირველ რიგში, კეპი ვიცანი და ცხვირი. უღრეცილი დიდი კავკასიური ცხვირი. მამა ბაბური. უღრმესი მადლობა, ქაშიკ. ამას ესე პატარა ჩარჩოში ჩავსვამ და ჩემს ოთახში დავკიდე. უღრმესი მადლობა. აბა რა თქმა უნდა. აი არა მეგობარო. მურას უკაცრავად.